ბიჭი ორიენით. ეს 15 წლის ნიკოლოზია და იგი ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ეს საშინელი ანომალია აქვს. ბავშვი ვერ მეტყველებს, მხოლოდ ცალკეული ბგერების წარმოთქმა შეუძლია. 15 წლის განმავლობაში ნიკოლოზის ყოველი დღე ჯოჯოხეთია. გარდა ორიენის ბავშვს სხვა საშინელი დაავადებებიც აქვს. მის ზურგზე თითქოს ბორცვი ამოსულა. ბიჭი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ნიკოლოს წინა გულთა შორისიც გიდი არ აქვს და მისი გული 4 კამერიანის ნაცვლად 3 კამერიანია. შესაბამისად, ჟანგბადი და ნახშირორჟანგი ერთმანეთს ერევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის სიცოცხლე ფაქტობრივად ბეწვზე ჰკიდია და ყოველ წუთს შეიძლება, რომ მისმა გულმა სამუდამოდ შეაჩეროს ფეთქვა. ბევრჯერ ჩაგვიხედია ჩვენ სიკვდილის თვალებში. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ვერაფრით ვერ ახმარები, ვერ შველი. უფალს მარტო ჩემი შვილიშვილის კი არა, ყველა ბავშვის გამოჯანმრთელებას ვთხოვდა ბებედრები. უფალსაც ვთხოვდა დედა ღვთისმშობელსაც ყველას გადააფაროს თავისი კალთა. დაიცვას და დაიფაროს. საბრალო მოხუცმა ფონდის კორესპონდენტს თხოვა, რომ რაც შეიძლება მალე მოეყოლა ნიკოლოზის ამბავი მთელი საქართველოსთვის. საქმე იმაშია, რომ ერთ კვირაში ნიკოლოს საზღვარგარეთ ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს ენაზე. მართალია სახელმწიფო ოპერაციას აფინანსებს, მაგრამ სხვა უამრავი ხარჯის გაღება მოუწევს ოჯახს, რისი საშუალებაც არ გააჩნიათ. მათი იმედი თქვენ ხართ, კეთილ ადამიანებო, არ მივატოვოთ უცხო ქვეყნის მიწაზე ნიკოლოზი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.